რა დაუჩნდა გიორგი ბაჩიაშვილს თავისუფლება. ის ჯერჯერობით საჯაროდ არ ჩნდება. განმარტებებს მისი გათავისუფლების შესახებ აბდრომდე ადვოკატი აკეთებს. ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ მრჩეველს მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენების მიხედვით ციხეში 11 წელი უნდა გაეტარებინა. მისი გათავისუფლების ფაქტი მოულოდნელი იყო. პროკურატურაში განმარტავენ, რომ მსჯავრდებულმა სამივე დანაშაული აღიარა, ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებული ზარალი აანაზღაურა, შედეგად კი საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და ციხისკარი გაუხსნეს. განაჩენის მიხედვით მას ოლიგარქის 43 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი ემართა. ბრალი მოუხსნეს მის მშობლებსაც, თუმცა ციხეში რჩება მძღოლი, რომელიც ბაჩიაშვილს შარშან საქართველოდან გაქცევაში დაეხმარა. ადასტურებს თუ არა ეს მოულოდნელი და შესაძლოა უპრეცედენტო ფაქტიც, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის პირადი პატიმარი იყო. პოლიტიკური განცხადებებით ფორმულას ეთერს ნუცა ბახუტაშვილი უერთდება. Დიახქეთი გიორგი ბაჩიაშვილი გათავისუფლების შემდგომ ჯერჯერობით საჯაროდ არ გამოჩენილა და შესაბამისად უცნობი არის მისი პოზიცია მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ასევე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. თუმცა სანამ ივანიშვილის შეთანხმების საფუძველზე თავისი ყოფილი ფინანსისტის გათავისუფლების გადაწყვეტილებას დასთანხმდებოდა, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს მრავალწლიანი პატიმრობა მიესაჯა. მის წინააღმდეგ კი 3 სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ახლა კი საპროცესო შეთანხმების მიხედვით დევნა სამივე საქმეზე სრულად შეწყვეტილი არის, არა მარტო ბაჩიაშვილის, არამედ მისი მშობლების მიმართაც კი, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდათ შეფარდებული. საქმე შეწყდა მტკვარი ჰესის საქმესთან დაკავშირებითაც, რომელიც სრულად არ ეხებოდა ბიტკოინებისა და ფინანსური დანაშაულის საქმეს. ბაჩიაშვილს ახლა დარჩა მოსახდელი 3 თვიანი პირობითი მსჯავრი, დანარჩენი ფინანსური ზარალი დანაშაულის აღიარებასთან ერთად დიდი ალბათობით უკვე გაუსტუმრა ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ჩვენ არ ვიცით შეთანხმების დეტალები, რომელსაც დაცვის მხარე კონფიდენციალობიდან გამომდინარე არ აკონკრეტებს. მას ზარალის ანაზღაურებასთან ერთად სახელმწიფოსთვის გადასახდელი 50,000 ლარიანი ჯარიმაც დაეკისრა. ქართულ ოცნებაში ივანიშვილის ყოფილი ფინანსისტის გადაწყვეტილებას იწონებენ და ამბობენ, რომ ყველამ უნდა მიხვდეს, რომ მართლმსაჯულებას ვერ გაექცევა და თუ კი საგამოძიებო ორგანოებთან ითანამშრომლებენ, ეს სტანდარტული პროცედურა არის მათ შემთხვევაში. თუმცა ოცნების დეპუტატებს კითხვა არც კი უჩნდებათ, ხომ არ მოხდა თავის დროზე ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმეების აღძრა ერთი ადამიანის, კონკრეტულად კი მათი ლიდერის ნებასურვილით და ახლაც მისივე გადაწყვეტილებით ხომ არ გაუფორმა საპროცესო შეთანხმება ბაჩიაშვილს საქართველოს პროკურატურამ. ჩვენ ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ნახეთ არაერთი სიტუაცია, არაერთი მცდელობა, რომელიც კონკრეტული საქმეში დაგვარდა, კონკრეტულად ეს სისხლის სამართლის საქმე გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკური მიზნებისათვის, მათ შორის საკუთარი პასუხისმგებლობისგან გასაქცევად, მათ შორის ბაჩიაშვილის არაერთხელ ცდილობდა, რომ პოლიტიკურად აქტიური ყოფილიყო, მათ შორის დაიფინანსებდა სხვადასხვა პირები, სხვადასხვა აქტორები, სხვადასხვა აქციის მონაწილეები, მაგრამ მას შემდეგ რაც გაძღვნდა ჩემი ერთი კონკრეტული ადამიანის მოსაზრებით, რომ პასუხისმგებლობისგან გაქცევა წარმოუდგენელი იყო, იგი ვერ შეძლებდა, მართლმსაჯულება იზეიმა, მან მიიღო გადაწყვეტილება და ითანამშრომლა სრულად, როგორც ეს პროკურატურის განცხადებაში ვიხილეთ ყველამ და შესაბამისად განკვალიფიცირებული ღონისძიებები მის მიმართ გატარდა, როგორც ეს შეიძლება გატარდეს ნებისმიერი სხვა იმპირის მიმართ, რომელიც სრულად ითანამშრომლებს. იმ თავითვე მოუწოდებდნენ სხვათა შორის, ვიდრე ის განაჩენები დადგებოდა, რომ ამ საპროცესო შეთანხმებაზე წამოსულიყო. რა თქმა უნდა, მაშინ რატომღაც ჩათვალო, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე გარედან შესაძლებელი იყო ისეთ ზეგავლენების მოხდენა, რომ არაფერი ასეთი არ დაგჭირებოდა. როდესაც დარწმუნდა, რომ ვერავით არის გარეთ ჩარევით, ქართულ მართლმსაჯულებას ას ვერ შეაცვლენებდა და დანაშაულზე ვერ ათქმევინებდა, რომ აქ დანაშაული არ მოხდარა, მე ეთყობა გაიაზრა ეს ყველაფერი და იმ პირველ წინადადებას და იმ პირველ შეთავაზებას გაყვა. ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურება არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისათვის იმისა, რომ საქართველოში ყველანაირად მოშლილი არის მართლმსაჯულების სისტემა და გაურკვეველი არის ამ დრომდე თუ რა პრინციპით იხელმძღვანელეს გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე, თუნდაც პროკურორებმა, თუნდაც მოსამართლეებმა, როდესაც საპროცესო შეთანხმება გააფორმეს, ეს მათთვის კიდევ ერთი დადასტურება არის იმისა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ხდება მათ
მათ შორის გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ მის საკეთილდღეოდ და მისი ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ბაჩიაშვილის კონკრეტული ეს кейსიც მათთვის სწორედ ამის დადასტურება არის და ის რომ მორიგება შედგა და სწორედ ამ მორიგების საფუძველზე გაფორმდა საპროცესო შეთანხმება მათ შორის ისეთ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც არც კი არის დაკავშირებული ფინანსურ დანაშაულებთან, ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ადამიანების დაპატიმრებისა და შემდგომ მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად იღებს. მე ამ სამართლების დეტალებში რა თქმა უნდა არ შევალ, იმიტომ რომ საქმეზე არ ვიცი, მაგრამ ქვეყანაში სადაც ავტოკრატია, ქვეყანაში სადაც არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, სადაც არ არსებობს ადამიანის უფლებები, არც რაიმე ტიპის აღიარებაზე, ან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, რაღაც სამართლიან პირობებზე რა თქმა უნდა საუბარი არ შეიძლება იყოს. ეს არის თავად გიორგი ბაჩიაშვილის გადასაწყვეტი საკითხი, თუმცა სანამ სამართლიანი სასამართლო არ იარსებებს ამ ქვეყანაში, არც საპროცესო შეთანხმება იქნება სამართლიანი, არც აღიარება იქნება სამართლიანი და ფაქტია, რომ ერთი ადამიანის ფინანსური ინტერესების დასაცავად სახელმწიფოს შეუძლია მობილიზაცია გააკეთოს, მერე აბუდაბიდან ჩამოიყვანოს მძევლად ადამიანები, მერე გაათავისუფლოს. გამრუდებულია აბსოლუტურად ყველა სამართლებრივი მექანიზმი, ოღონდ იქნება ილუზია, რომ ეს ყველაფერი ხდება სამართლებრივ ჩარჩოში, კანონის თანახმად. ახლა კანონის თანახმად ნაცისტურ გერმანიაში ძალიან ბევრი რამ ხდებოდა და საბჭოთა რეპრესიები ყველა კანონიერი იყო, თუ ასე ავიღებთ სკრუპულოზურად კანონთან მიმართებაში, ხო? საპროცესო გარიგება გარდა იმისა, რომ დამდგარ განაჩენზე საკამათოა, საპროცესო გარიგების არსი არის, რომ მაფიოზურ სტრუქტურაში, ორგანიზებულ დანაშაულებრივ სტრუქტურაში საკონტროლო შესყიდვის, ქრთამის გადაცემის დაგეგმვა არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ მაფიის ბოსი არასდროს არ გადის პირდაპირ შემსრულებლებზე და ვერ მიდიხარ მანამდე. შესაბამისად, ამერიკელებს აქვთ ეს შესანიშნავი მეთოდიკა, თუ ვინმე აი ამ სტრუქტურიდან აჩვენებს და გაიყვანს გამოძიებას თავისზე უფრო ზემდგომზე, მას უკეთდება საპროცესო გარიგება, ეს არის მოწმეთა დაცვის პროგრამა. ამ შემთხვევაში ბაჩიაშვილმა თავისზე ზემდგომზე ვიზერა ჩვენება მისცა. ესე იგი, ხო არ შეიძლება საპროცესო გარიგება იმისთვის, რომ მე თქვენ თანხა გადაგიხადეთ. ესე იგი, აღმოჩნდა, რომ სპეცსახურების მიერ მისი გატაცება. მე არ ვარ იმაზე, რომ ეს გატაცება იყო, მაგრამ ხომ თქვენს, რომ ეს იყო ფილიგრანული ოსტატობით ჩატარებული სპეცოპერაცია და ყველა სამსახური ისურვებდა ამას. ეს რისთვის განხორციელდა? ეს ყველაფერი ისთვის განხორციელდა, ხო? მაშინ იმისთვის, რომ თანხა დაბრუნებულიყო. ბაჩიაშვილის საქმე და მისი როგორც მისი დაკავება, ისევე მისი გათავისუფლება, ეს არის ყველაზე უფრო ნათელი მაგალითი, ერთ-ერთი უფრო ნათელი მაგალითი იმის, რომ საქართველოში კანონის უზენაესობის პრაქტიკულად ნულოვანი სტანდარტია. სასამართლო ეს არის ბიძინა ივანიშვილის სხვენი, რომელშიც არიან ადამიანები, რომლებიც რასაც უბრძანებენ, იმას გააკეთებენ. ეს არის მართლაც შოკის მომგვრელი, ზუსტად ის ტერორი და კანონის უზენაესობის, ანუ სასამართლოს გამოყენების მართლაც პრეცედენტი ჰიბრიდულ ომში ერთ-ერთი იარაღად, როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს საკუთარი, ასე ვთქვათ, ძალაუფლებისთვის, ფულისთვის, კეთილდღეობისთვის და იმისთვის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში აიღოს საკუთარი ფული. სანამ საპროცესო შეთანხმებას მიაღწევდნენ ბაჩიაშვილის პროცესებმა საქალაქო სასამართლოშიც და მის გარეთაც გრძელი გზა განვლო, იყო ქვეყნის მალულად დატოვება, შემდგომ დაბრუნება, რომელშიც მონაწილეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მაშინდელი მისი უფროსი ანრი ოხანაშვილი, შემდგომ იყო სასამართლო პროცესი, მის ჯილი მრავალწლიანი პატიმრობა, ამის შემდგომ ბაჩიაშვილმა გაავრცელა ცნობები ციხიდან, რომ მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდა ციხის უფროსების მიერ მის საკანში შესახლებული პატიმარი კახი მეტრეველი, რომელიც მოგვიანებით საპატიმროდან გაათავისუფლეს და ამბობდა ასევე გიორგი ბაჩიაშვილი, რომ მის სიცოცხლეს საპატიმროში საფრთხე ემუქრებოდა. სწორედ ამ ყველაფრის შემდგომ და ხანგრძლივი სასამართლო განხილვების შემდგომ მესამე ინსტანციის სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში პროცესების პარალელურად მხარეებმა საპროცესო შეთანხმება გააფორმეს, როგორც უკვე გითხარით, ახლა გიორგი ბაჩიაშვილს 3 თვიანი პირობითი მსჯავრი დარჩა მოსახდელი და მას 50,000 ლარიანი ჯარიმა მართებს სახელმწიფოს მიმართ, რომელიც დიდი ალბათობით, როგორც დაცვის მხარე უწყება, უკვე გადაიხადა.